მეგობრებო, დაგიბრუნდით ერთი თვის შემდეგ. ძალიან დიდი ხანი გავიდა, ჩემთვის ერთი თვის ძალიან ბევრია. YouTube-ზე ვიდეო რო არ დავდო და ამის კარგი მიზეზიც ჰქონდა, რაც თავიდანვე გითხარით და ახლა ვარ უბედნიერესი. მანამდე უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ ახლაც უბედნიერესი ვარ განსაკუთრებით. მე და ჩემი ძვირფასი ნინი გავხდით მშობლები. აი ძალიან ბედნიერი ვარ, ვერ აგიღწერთ და ასე სხვებთან იმდენად ვერ გამოვხატავ ამ ბედნიერების ემოციებს, ვიდრე აი ცალკე ჩემ თავთან. ანუ ჩემ თავთან რა უფალთან, იმიტომ რომ მარტო ვერაზუს ვერ იქნები. ჩვენს პატარა ბიჭს მე გაგაცნო ცოტა რომ წამოიზრდება, დავარქვით ნოე. არის ძალიან მაგარი ბიჭი, ძალიან საყვარელი და ჭკვიანია. უკვე მაგრად მინატრება. ჯერ არც მჯერა ბოლომდე რა და არც ვიცი როგორ გესაუბროთ. სერიოზულად, აი თითქოს სიტყვები არ მყოფნისო და აი ესე უბრალოდ არ ვიცი რა გითხრათ რა. მაგრამ მაგარი ბედნიერი ვარ. ვიდეოები ჩვეულებრივსამებრ გაგრძელდება. აწი უკვე კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს დღის 12 საათზე დავუძვებ ხოლმე ვიდეოებს. ეს იქნება ჩემი განრიგი, ანუ მუდმივი ყოველი შაბათი დილის 12 საათი. ამ დროს ყოველთვის დავდებ. ნუ რაღაც სასწაული რომ მოხდეს, შეიძლება ვერ დავდო, მაგრამ ისე ყოველთვის დავდებ და ნუ მომენტებში თუ რაღაცა მანამდე მექნება აუცილებლად დასადები ვიდეო და რაღაც, მაგას წინასწარ გაგაგებინე და დავდებ ხოლმე, მაგრამ ძირითადად შაბათი დღის 12 საათი. დღეს ვინაიდან ახლა ასე უცებ წამოვედი, ვფიქრობდი უხელსაწავს სულიყავი და გადავწყვიტე აი თვითგადარჩენის თავში საფარი რო გავაკეთე მიწისქვეშა, მან წავიდე მეთქი თან შევხედავ როგორ დამხვდება თქო, იმიტომ რომ 2 თვე მაინც არის გასული, რაც გავაკეთე, ან მეტი და სადღაც თვენახევარია აქ არ მოსულ ვარ. მაგარი თოვლის იყო მანამდე, ბევრჯერ. წვიმებიც იყო, ყინვებით და მაგრად მაინტერესებს როგორ დამხვდება შიგნიდან. ნუ წეღან შევედი, მაგრამ მე თქვენს გაჩვენებთ. მაგარი იდეებიც მაქვს, მაგარ თავგადასავლებს შემოგთავაზებთ მე დარჩენითაც ისეც და ბევრ კარგ ადგილებსაც ვნახავთ ერთად. 31 დეკემბერს შეგვეძინა ნოე და არ მახსოვს რომ პირველში ან ორში დავწერე, YouTube-ზე დავპოსტე ჩვენი ფოტო და იქაც ძალიან ბევრი მოლოცვა იყო და თითოეულ ადამიანს გიხდით მთელი გულით უდიდეს მადლობას. ძალიან ჯიგრები ხართ და თქვენი ნებისმიერი სიტყვა უძვირფასესია ჩემთვის. და კიდევ რაც თავარია, 2025 წელი დადგა. გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ბედნიერი წელი მოგცეთ. ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და ჩვენი ქვეყანა დაიფაროს ბოროტისაგან. გენაცვალეთ. ტაისონს რაც შეეხება, წარმოიდგინეთ, ერთი თვე ტყეში არ მყოლია და აი დღეს რო ვუთხარ ტყეში მივდივართ მეთქი, ეს ხო თქმაზეც ხდება. გაგიჟებული იყო, ისე უხაროდა რა. აი უბედნიერესი იყო. უი, მე ბავშვებს გეტყვით, როგორი რეაქცია ქონდა. ზოგადად ძაღლები იცით რომ ძალიან მიყვარს, ისევე როგორც უამრავი სხვა არსება. ყველა არსება ძალიან მიყვარს, მაგრამ ძაღლები განსაკუთრებით. ეგენი არიან ჩვენი საუკეთესო მეგობრები. და ზოგადად ძაღლები, როდესაც ოჯახში ორსული ადამიანია, ხვდებიან რომ ის ორსულად არის, მის ქალის შიგნით რომ კიდევ ადამიანია, მაგასაც ხვდებიან, მის სუნსაც გრძნობენ. ანუ ყველაფერს ხვდებიან ძაღლები, ესმით კიდეც და გრძნობენ კიდეც და როდესაც სახლში უკვე ეს ბავშვი მოყავს, რომელიც მან ასე თუ ისე ორსულობისაც იცნო რა, მაგრამ მიხვდებით რასაც გულისხმობ, ხვდებიან და მაინც არის ხოლმე მომენტები, რომ ზოგი ძაღლი ეჭვიანებს გარკვეულ პერიოდით, ზოგი უცხობს, ზოგი ბრაზობს და ვფიქრობ ტაისონს ესეთქი, მაგრამ მაინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა. დღეს არის 4 იანვარი და 2 იანვარს მოვედით უკვე სახლში. ძალიან მაინტერესებდა რეაქცია და აი ისეთი რეაქცია ქონდა, აი ამან ცალკე გამავედნიერა რა, ბავშვთან მივიდა და ტირილი დაიწყო. ბედნიერებისგან, არც არანაირი აგრესია, არც გაკვირვება, არაფერი, გეგონება, აი დიდი ხნის უნახავი მეგობარი ნახაო და დაიწყო ტირილი და ძალიან ზრუნველი გახდა რა, სადაც ბავშვია, ტაისონსაც იქ უნდა ყოფნა. პატარაზე ბავშვის ხმა რო გაიგოს, მირბის, ეგრევე ბავშვთან უნდა ნახოს. რა ვიცი, ვინმე სტომარი რომ მოვიდეს და ბავშვთან მივიდეს, ბრაზობს, ეჭყუბება ყველას, ძალიან ზრუნველი გახდა რა. საკუთარ შვილზე არ იყო ეგრე და ჩემ შვილზე არის. აი მაგან ცალკე მაგრად გამავედნიერა, რომ ეგრე დადებითად შეხვდა და ეგრე კარგად იცნო და
ეგრე მაგრად ზრუნავს მასზე. ძალიან გამიკვირდა რა, მაგრამ ზემოდან როგორც დავტოვე, ისე არის. როგორც ჩანს აქ არც შვედს გადაურბენია, არც ტურას. წესი ტურაზე გაკაჩავდა, იმიტომ რომ ტაისონმა რამდენჯერ გადაიარა, გადმოიარა და არ ჩაინგრა, არ ჩაიწია და ზრდასრული შველი უკვე მაინც არ არის ისეთი მსუბუქი. ეხლა ტაისონის კოლობაზე ვიძახი რა. ოდნავ მეტი ხო შეიძლება იყოს. თან იმან უფრო ეს ხტომა და ჩლიქები, ხტომა იცის, ცალკე ჩლიქები აქვს და დიდი შანსია რომ ჩაწეული იყო ან ჩავარნილი იყო რომელიმე ადგილას და ზუსტად ისეთია როგორც დავტოვე. ეს კედელიც იდეალურად არის შენახული. კარების ხარეც ერთადერთი რაც ცოტა ისე დამხვდა, არის ეს. ბუხრის აქეთა კედელი დამხვდა ჩამონგრეული. აქეთ მაინც დიდი ქვა მედოდა. ეტყობა ვერ გაკაჩა, მაგრამ ეს კედელი განიერი და მაღალი არც იყო, ნაპირი არის. ახლა ტყეში მოვიძიებ ქვებს და გავამაგრებ ამას, მაგრამ თავარი მთლიანი ბუხარი დანგრეული არ დამხვდა. ცოტა მაგას ვეჭობდი რა მაინც. იმიტომ რომ ტალახი ხო არ გამომიყენებია იმდენად, მარტო ძირებში აქვს ზოგიერთ ადგილას. მაგრამ რავი, საერთო ჯამში კარგი გამოვიდა. შევაკეთოთ ბუხარი.
ცოტა განიერი ხორცი მაქვს წამოღებული რა ზომი და არ მინდა ესე დავჭრა და ორმაგი შამფურივით გავაკეთებ ასე. ჯერ ერთს გავთვლი. ასე დავაპატარებ, რომ კარგად დავანთო. Ტაისონ ამას ვერ მოგცემ. ეს არის შეშა. უკანასკნელი ვაზელინის ბურთულა მქონია ზუსტად. აუ, რამდენი ხანია ცეცხლის უნი არ მიგრძნია. აი ამ ხელა პაუზა ქართულ არხზე არასდროს მქონია რა. ხო და ისე მაგრად მომენატრეთ ვერც კი წარმოიდგენთ. მარტო ვიდეოების გადაღება კი არა, რა თქმა უნდა ეს საქმე ძალიან მიყვარს. მთელი გულით და სულით ვაკეთებ ყველაფერს პირველ რიგში, იმიტომ რომ მიყვარს და მე უკვე თქვენთან ვიდეოდან კონტაქტი რო ვსაუბრობ, თქვენ გესაუბრებით, ვიდეოს კი არ ვიღებ უბრალოდ. ეგ მომენატრა ძალიან და თქვენთან კომენტარებში საუბარი. აი ძალიან მაგრად მომენატრა, დღე არ გადიოდა. ამ ერთი თვის მანძილზე ერთი დღე არ გასულა ისე რომ ამაზე არ მეფიქრა და თქვენთან საუბარზე არ მეფიქრა. ისე მაგრად მიყვარხართ. აი ცეცხლია ვაგიზგიზე. ხო და საჭმის მომზადებას იქით დავიწყებ, გარეთ ვიქნები. იმიტომ რომ დღეს პარალონი არ წამომიღე და აქ დაკუზული რო ვიყო, წელი ამტკიდება მაგრად. ცეცხლი გაუშვა. ხორის ხორცმა ისე ამოვიღებ, რომ
ანარკოსო თებისის აჯიკაია სვანური მარილი მაქვს აქ. ძალიან კარგი გამოვიდა. მთლიანად არის შემწვარი. ხალხი ყოველთვის გვიან გრილდება. ძალიან გემრიელი გამოვიდა. აისონმა ხო ჭამა, მაგრამ მაინც ხონდა გამომტყუოს და ეხა მე რენახეთ, ჩემი შვილი წამოიზრდება. წავართმის ხოლმე საჭმელს. ვიფასო მეგობრებო, მე გავეშურე სახისაკენ. ხეს ქონდა საკმაოდ მცირე გასვლა. აისო, ახლოს არ გავსულა, მაგრამ ვიდეოს გულისხმობ. თან მინდოდა ამ ადგილზე დამეხედა. თან ცოტა ბუნებაში გავსულიყავი დიდი ხნის შემდეგ და რაც თავარია, სასიხარულო ამბავი მეთქვა თქვენთვის. ასევე ეს წელი მომედოცა. მადლობა რომ იყურებდით მეგობრებო და გიბრუნდებით საინტერესო ვიდეოებით, ექსტრემალური ვიდეოებით. ძალიან მაგარი ვიდეოებით, რაც არ მოგაკეთებათ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ამ პერიოდში არც ფიქრისთვის მქონდა დიდად დრო, რომ მიფიქრა, რა მოამზადო შემდეგ შეგრევე თქო, თან აი ესე უცებ რო წამოხვალ და რაღაც რთულია. ახლა უკვე დრო მექნება ფიქრისთვისაც და გასაკეთებლადაც და მაგარი ვიდეოებით დაგიბრუნდებით. შემდეგ შაბათს წესით.
თუ მანამდე ძალიან არ გამეწერა საქმე. აბა მაგრად მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBA Rights.